დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ გასული პერიოდის ბუღალტრული ბაზის აღდგენაზე. მცირე და საშუალო საწარმოებში სამწუხაროდ დღესაც არის შემთხვევები, როდესაც დეკლარაციები იგზავნება და გადარიცხვები და ასე შემდეგ, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვა რომელიმე კონკრეტულ პროგრამაში არ წარმოებს და ეს აღმოჩნდება ხოლმე ან საგადასახადო შემოწმებისას, ან ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს და ფაქტი არის ხოლმე, რომ 2-3 წლის ბაზა არის აღსადგენი. ამ პროცესს ბაზის აღდგენას აქვს თავის თანდაყოლილი შეზღუდვები და ეხლა მოგახსენებთ, ეს თანდაყოლილი შეზღუდვები ან ბევრი არის როგორც წესი, ანუ აღდგენისას თავისთავად ყველა ის პროცესი გასავლელი არის, რომელსაც ბუღალტერი წესით ყოველდღიურად გადის, თუმცა განსაკუთრებით ასეთ დროს, როდესაც არ არის ბუღალტრული ბაზა არ წარმოებს, ბუღალტერია ან დაკარგულია, ან გაბნეულია, ან დავიწყებულია ფინანსური დოკუმენტები, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბაზის აღდგენა. RSG-ზე რაც არის და გადარიცხვებში, საბანკო ამონაწერებში ეს გასაგებია, მაგრამ კომპანიებში რა თქმა უნდა ამის გარდა კიდევ უამრავი ტრანზაქცია შეიძლება შესრულდეს, რომელიც არც RSG-ზე ისახებოდეს და გადარიცხვაში შეიძლება იყოს დაფიქსირებული, მაგრამ ისე ხარჯის ან რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდეს. ამიტომ აი ეს ვიდეოს მიზანი ზუსტად ეს არის, რომ ასეთ შემთხვევაში თავისთავად როდესაც წინა 3 წლის ბაზის, ან 2 წლის თუნდაც, ან 1 წლის აღდგენა ხდება, რა თქმა უნდა ისეთი სრულყოფილი ვერ იქნება აი ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, ამ პრობლემებიდან გამომდინარე, როგორი ყურადღებით, როგორი რესურსიც არ უნდა ჩავდოთ და როგორი დროც არ უნდა დავუთმოთ.